სანამ აქ მოვიდოდი სტუდიაში, გავიარე საკონდიტრო მაღაზიაში, ძალიან მიყვარს დამცხვარი. რიგში დავდექი და ჩემს წინ იდგა ახალგაზრდა ქალბატონი, თავის შვილთან ერთად ბავშვი იქნებოდა ალბათ ესე 11-12 წლის და არჩევდნენ ნამცხრებს. ბავშვმა უთხრა დედამისს, რომ დედაო, ბებიასო, ეს ნამცხვარი უყვარსო და მოდიო ესეცო ავიღოთ. უცებ აი ესე თბილად მომხვდა ეს ჩემს გონებაში, ჩემს ყურში და გამახსენდა ჩემი ბავშვობა, იმიტომ რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში თუ კი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი, კარგიც და ცუდიც, სიზმარში ყოველთვის არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობის სახლთან. რომელთანაც საოცარი მიჯაჭვულობა მაქვს, ეს არის სამეგრელოში, კონკრეტულად ხობზე მაქვს საუბარი, ჩემი მამის მშობლების სახლზეა საუბარი. იმიტომ მაქვს მიჯაჭვულობა ეტყობა, რომ ძალიან მიყვარს იქავრობა და საოცარი ბავშვობა მქონდა და ძალიან მიყვარდა ის ადამიანები, ვისთანაც ერთად ვიზრდებოდი, ჩემი ბებიები და ბაბუა, ნინა ჩიჩუა, ტატე ერემაძე და ხარიტონ წორწომია. 25 მაისს, როგორც კი დაგვითხოვდნენ, ღამე 11 საათზე უკვე ზუგდიდი თბილისის მატარებელში ვისხედით და იცით რა მახსოვს, ეხლა ჩემი ასაკის ადამიანებს ალბათ გახსოვთ ის ძველი მატარებელი, ესე კუპის წინ იყო ფანჯარა და ქვემოთ ჰქონდა პატარა მოაჯირი, ესე და ამ მოაჯირს ესე ჩავეჭიდებოდი ხოლმე და წადი მატარებელო, იმდენად მეჩქარებოდა ამ ადამიანებთან შეხვედრა. სადღაც გარიჟრაზე ჩადიოდა მატარებელი ნოჯიხევში, 1 წუთი ჩერდებოდა მატარებელი, მეტი არა. ჩამოვიდოდით და ეხლა მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ესე არ იყო, როგორც ეხლა არის. ერთადერთი მანქანა თუ გამოვიდა და ისიც ჩვენი მეზობელი იყო რეზო კვარაცხელია. მოკლედ, როგორც კი მივადგებოდი ამ ჭიშკარს, თავარი იწყებოდა აქედან. ჩვენი შეხვედრა, ჩემი და ჩემი ბებიების შეხვედრა. ხო იცოდნენ რომ ჩავდიოდი და აი როგორც კი შევიდოდი სადღაც შუა ეზოში ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს და მახსოვს ბებია ჩემი საოცარი შეძახილი ესე სიქუგალეს კამ ბებიკ კომორციო ბები ეხოთ ეს იცით როგორ იყო აი ეხლაც კი ჟრუანტელი მივლის იმიტომ რომ ეს ისეთი განცდა იყო ისეთი სიყვარული იყო მთელი სოფელი იგებდა რომ ჩავდიოდი იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იქნებოდა ისეთი წივილი კივილი და ისეთი ჟრიამული იყო ხოლმე ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ძალიან ყველაფრის თავი ვიყავი, ცუდისაც და კარგისაც. დილით რო დავადებდი თავს, მოკლედ შუა ღამემდე არ შევდიოდი და ერთხელ ბებია ჩემმა მითხრა, რომ ბებიაო, ძროხები ხვდები ღამე მოსვლა სახლში და ეგება შენს მოღვინებ მაგ დროს. სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე როცა ჩემი მშობლები ჩამოდიოდნენ ხოლმე. ვიცოდი რომ ახლოვდებოდა ის დრო, როდესაც უკვე თბილისში უნდა წავიყვანე, იმიტომ რომ 1 სექტემბერს სკოლა იწყებოდა. და უკვე იწყებოდა ჩემი სხვანაირი გულისცემა, იმიტომ რომ არ მინდოდა წასვლა ხარ, რომელ ბავშვს უნდა ბებიებისგან წასვლა, ხო? სწავლის დაწყება არავის არ გვეხარებოდა. ეხლა არ მგონია ვინმეს უხაროდეს მაინც და მაინც. და მოკლედ ბებია ჩემისთან მიმატებდა ხოლმე ზემოდან და ესე დაიწყებდა ბებია ვით დღა ქუდგოს ქიდბისგან სანთელო ჩხორო დღა ბრუო დღა ანუ 10 დღე დაგჭა ბებია 9 დღე დაგჭა ბებია 8 დღე დადგა 7 6 და უკვე ისეთ როგორ ვიყავი აი ისეთი დასტრესილი ვიყავი ამ მდგომარეობისაგან და ღამე რო დავიძინებდი დილით პირველი რაც იყო უნდა წარმომედგინა სად ვარ თბილისში ვარ თუ ხობში ვარ და ესე ჭერზე იყო, ეთყობა წვიმისგან გამოჟონა და რაღაცა ნახატი იყო ჭერზე და მე მივამსგავსებ წიწილას. და აი ხანს რო ხვდები ამ წიწილას, ეს იწყებდა მოძრაობას, ეს წიცილა. მოკლედ როგორც კი გავაცნობიერებდი რომ ვარ უკვე ხობში და წიწილას ადგილზე არის და ყველაფერი ირგვლივ არის, გავხედავდი და ფანჯარაში შემოდიოდა ხოლმე ძალიან ლამაზად თბილი მზის სხივები და აი ბუკვალურად სადღაც 1-5 მეტრში იდგა ლეღვის ხედა, ძალიან მიყვარს ლეღვიც. და ამ პერიოდში მწიფდება ლეღვი და 1-5-6 ცალი ნაყოფი ესე გაღიმებული მიყურებდა ხოლმე პირდაპირ ღამის პერანგით ფანჯრიდან გადავიდოდი და 1 წუთში უკვე ვიყავი ხეზე ამძვრალი ამ ლეღვს დავკრებდი, მაგრამ ამას არ ვჭამდი. და რატომ გეტყვით ახლა?
ბაბუას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა ფეხით გიოდა. ახლა ბებიაც ასაკში იყო, ორივე ბებია და ვიცოდი რომ ბათვის ახლა რთული იყო იმ კეწორეში ვინავიდოდა ჩემს მეტი. და ჩემი ბავშვური აზროვნებით ვფიქრობდი რომ ეს პირველი ნაყოფი მათთვის უნდა წამეღო და ისე მიხაროდა რომ მიმქონდა ეს, იმიტომ რომ იმათი სიხარულით მე ვიყავი გახარებული, ხა მართალია ისე მემაჭვენე მაგას, მაგრამ მე ხო ვაკეთებდი. მე ხო მქონდა და რატომ მოვყევი ახლა იცით ეს ისტორია, აი საკონდიტროში რაც მოხდა დღეს, აი დედას რო უთხრა ბავშვმა რომ ბებიას წაუყოთ, აი ისე მომხვდა ეს გულზე, აი ისეთი მძაფრი შეგრძნება იყო და ისეთი კმაყოფილების და ბედნიერების შეგრძნება მქონდა რომ არ შემეძლო რომ არ მომეყოლა ეს ამბავი. კიდე ბევრ ამას მოგიყვებით ჩემ ბავშვობაზე, იმიტომ რომ მოსაყოლი ნამდვილად მაქვს და მე მინდა ახლა განსაკუთრებულად მიმართო ახალგაზრდა მშობლებს, რომლებიც წუხანთ იმის გამო, რომ აი უფრო მეტ დროს ატარებენ ბებიასთან და ბაბუასთან. არა, ნუ შეწუხდებით ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემი შვილიც იზრდება ბებიებთან და ბაბუებთან და მე მინდა მათ ახლა აქედან ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ სიყვარულისთვის და იმ სითბოსთვის, რომელსაც ისინი აძლევენ ჩვენ შვილებს. ის რაც მე მომცეს ჩემმა ბებიებმა და ბაბუებმა და მინდა გითხრათ რომ ამაში ცუდი არაფერი არის, პირიქით იმდენი სიყვარული მომცეს, რომ მთელი ცხოვრება მეყოფა იმისთვის, რომ ყველას გაგინაწილოთ და ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ ამ ადამიანებს. რაც შეიძლება მეტი სიყვარული მივცეთ, იმიტომ რომ მარიკოსაც უვეუბნები ხოლმე რომ დედა რა ბედნიერი ხარ რომ ყავს ბებიები და ბაბუა და გამოიყენე ეს დრო, უფრო მეტი დრო გაატარე მათთან, უფრო მეტად მოესიყვარულე, იმიტომ რომ სამწუხარო ცხოვრება არის ესეთი და მე შეიძლება გული დაგწყდეს თქვა, ასე რომ ჩემი დიდი სიყვარული ჩვენს ბებიებს და ბაბუებს და მოუფრთხილდეთ, ძალიან გაუფრთხილდეთ ამ ადამიანებს და მოვეფეროთ.